არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქ საარჩევნო ოლქში კანდიდატებზე შესაძლო ზეწოლის შემთხვევებზე საუბრობენ. ისინი საეჭვოდ მიიჩნევენ იმას, რომ კანდიდატურებს ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხსნიან და მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას ასახელებენ. მათივე თქმით, პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებამ შესაძლოა ამ პარტიების რეგისტრაციიდან მოხსნაც გამოიწვიოს. არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს და უწყებათა შორის კომისიას ფაქტების სასწრაფოდ შესწავლისა და მათზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ. იყო შემთხვევები, როდესაც პარტიული სიის რამოდენიმე წარმომადგენელმა ერთდროულად მოხსნა კანდიდატურა. მუქარა ძირითადად გამოიხატება მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომ ისინი გათავისუფლდებიან სხვადასხვა დაკავებული თანამდებობებიდან. არის შემთხვევები, როდესაც კანდიდატები ადასტურებენ ზეწოლას, თუმცა რა თქმა უნდა, ძირითად შემთხვევაში ისინი გაურბიან ამის დადასტურებას, თუმცა პირად საუბრებში ადასტურებენ. ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა არის მაინც დმანიში. ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობის 5 კანდიდატზე მოხდა ზეწოლა, ასევე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის 5 კანდიდატზე და ასევე ზეწოლაზე საუბრობს ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული ოპოზიციაც. ეს არის უაღრესად შემაშფოთებელი ტენდენცია და ეს არის არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, არამედ ეს ცალსახად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, იმიტომ რომ ზეწოლა და მუქარა სხვა არაფერია თუ არა სისხლის სამართლის კოდექსში აღწერილი დანაშაულის შემადგენლობები. ამიტომ მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ეს ინფორმაცია, რაც ვრცელდება ჩვენს მიერ, რაც ვრცელდება პოლიტიკური პარტიების მიერ, წარმოშობს პირდაპირ ვალდებულებას სამართალდამცავ ორგანოებზე, რომ მათ დაიწყონ გამოძიება. წინა საარჩევნო ზეწოლის ფაქტებზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაც საუბრობს. მათი მტკიცებით რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლება და სამართალდამცავები მათ კანდიდატებზე ზეწოლას ახდენენ, რის შემდეგაც ისინი კანდიდატურებს ხსნიან. ეს არის პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მართული პროცესი, უშუალოდ მინისტრის პირველი მოადგილე ზედელაშვილი არის დაკავებული კოორდინირებით და სამხარეო პოლიციის უფროსები არიან რეგიონებში ამის ხელმძღვანელები. განსაკუთრებით გამოირჩევა ამ მხრივ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის უფროსები. ეს ერთადერთი რამის მაჩვენებელია, რომ თავის უნიათობიდან გამომდინარე ხელისუფლება ადგას იმ გზას, რომ ჩამოიცივოს კონკურენტები და გაასუფთავოს არეალი. თოფურია, ლომსაძე, კონდაზური სამსახურის სხვა ხელმძღვანელები ზიან და კონკრეტულად მათ აქვს ასეთი დავალება, რომ უმცირესობების რაიონებში, ეს არის 6 რაიონი საქართველოში, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ უნდა ყავდეს კანდიდატი და არჩევნები უნდა ჩატარდეს ბრეჟნევის პრინციპით, რომ ბიულეტენზე უნდა იყოს მხოლოდ ქართული ოცნების კანდიდატი. ძალიან ძვირი დაუჯდება ეს მინდა უთხრა. ბატონ ლომსაძეს და თოფურიასაც მინდა უთხრა, რომ თავიანთი ყოფილი კოლეგები, რომელსაც საკაში ზიან, კარგად გადავალონ. ჩვენგან აიძულეს დუშეთის რაიონში ერთი ქალბატონი და ქობულეთის რაიონში ამოგვიგდეს კიდევ ერთი ქალბატონი პრინციპულად რომ დაფინანსება დაგვეკარგა. რაც არ გვაქვს, ისიც დაგვეკარგა. იმიტომ რომ იქ ქალების კვოტა ირღვეოდა იმ ქალბატონის ამოგდების. ანუ მიდის ნადირობა ინდივიდუალურად და ამიტომ ჩვენ ჭკუა ვიხმარეთ და სადაც აი ასეთი პრობლემატური რეგიონებია, ქვემო ქართლი და სხვა, ჩავწერეთ ძირითადად არაიქაურები. ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელიაც. დავით ნარმანია კი ამბობს, რომ მართლგუნდს აღნიშნულ ფაქტებთან კავშირი არ აქვს. რაიმე სახის დესტაბილიზაცია, რაიმე სახის კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებული საკითხები, თუ ასეთ რამეს აქვს ადგილი ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ მომდინარეობს, ამის შესახებ დავალებები არ გაიცემა, თუ ვინმე რაიმე სახის პროვოცირებას აკეთებს რეგიონებში ან დედაქალაქში, რა თქმა უნდა, ამას ყურადღება მიეცემა სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ისევე როგორც უწყებათა შორისი კომისია საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს. წინა საარჩევნო პროცესი საკმაოდ დემოკრატიულად მიმდინარეობს და რაიმე სახის არსებით ფარვაზებთან საქმე არ გვაქვს. შეუძლებელია მოხსნა კანდიდატურა, როდესაც აქტიურად ხარ ჩართული უკვე საარჩევნო კამპანიაში, შეიძლება ერთმა მოხსნას, ორმა მოხსნას, მაგრამ როდესაც ეს არის 10-თან დაკავშირებული და უფრო მეტ ადამიანთან, ვფიქრობ, რომ ეს ზეწოლის გარეშე ნამდვილად ვერ მოხდება ზეწოლა, რომელსაც ახორციელებდა არჩევნებამდეც ფინანსური პოლიცია და პროკურატურა და იგივე შემთხვევაში გვაქვს საქმე. ძალიან სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების შეცდომებზე ვერ სწავლობს. იუსტიციის მინისტრი და უწყებათა შორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ამბობს, რომ ამა თუ იმ პარტიის კანდიდატის მიმართ ზეწოლის ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია პროკურატურას უკვე გადაეცა.
თითოეული ის ინფორმაცია, რომელიც ეხება რომელიმე პარტიის, რომელიმე კანდიდატზე ზეწოლას, შემოდის უწყებათა შორის კომისიაში, ჩვენ გუშინ ჩავატარეთ გასვლითი სხდომა ხარაგაულში, სადაც ეს ინფორმაციები იქნა განხილული, გადაცემულია თითოეული ეს ინფორმაცია პროკურატურისთვის, რომელიც აწარმოებს ფაქტების დადგენას. თუ გამოვლინდება რომელიმე ამ შემთხვევაში, რომ ვინმეზე იყო ზეწოლა, ვინმეს მხრიდან, ვინც არ უნდა იყოს ზეწოლის ავტორი, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება მკაცრი ჯერჯერობით ფაქტები დადგენის პროცესში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დმანიში ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია ამ მიზეზით 8 წევრმა, ნაციონალური მოძრაობა კი 5 კანდიდატმა დატოვა.